ისე გრძელდება უამინდობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ჩვენ გუშინ ღამით დავიწყეთ ინტენსიური სამუშაოები, გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში. 28 სოფლიდან უკვე 24 სოფელში თავიდან ბოლომდე როგორც ცენტრალური მისასვლელი სოფლის, ასევე შიდა სასოფლო გზები გაწმენდილია. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე უბანს აქვს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია. დაახლოებით 20-მდე ჯგუფი მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფრთხებლად. მთელი ღამის განმავლობაში და ამ დღეების განმავლობაში მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გუშინს დღეს მთელი დღე ხო ტრაქტორი მუშაობდა. თქვენც გამოივლით გზაზე და ნახავდით რა სიტუაცია იყო თუ არა გაწმენდილი გზა. კუთხე დაუტოვეს, გაუწევდა ანალოგიურად დღესაც მასე იყო. პატარა მანქანების დაურკოლებრივ ადიოდიან ყველა გზაზე.